ორდღიანი ოურლენდი მდინარე ხრამის ხეობაში. საოცარი ბუნება, ისტორიული ძეგლები, საკმაოდ სერიოზული ოფროუდი, ყველაზე გემრიელი სტეიკის მომზადება ქვაზე, ტაკომას გატესტვა, დრონების გათამაშება და დიდი მთის გადავლა მანქანებით. თქვენ უყურეთ BBR Wild-ს და ჩაუჯექით, წინ საოცარი ვიდეო გელოდებათ. აი დღეს უნდა დაგაინფიცირო ოვერლენდინგით. ანუ ხო და მე მინდა რომ მეორე მანქანად ისლანდიაში შეიძლება ვერ მოესწროს ამ აგვისტოს ვაპირებთ. არა, ეგ არ მგონია. შუა აზია 2 წელში იქნება. ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ჩინეთი და მერე უკან. 2 წლამდე მოვასწრებ. და შემდეგ კიდე 2 წელში, იქიდან 2 წელში აფრიკა. ეგ თლად მაგარი. ხო და აი არ ვიცი, წამოდი და იქაურ აბორიგენებთან ეგ ძალიან მაგარი იქნება. კონდეს ველურ პირობებში გადარჩენა. კაი, დანჩეს მე ნენელა ვილაპარაკებთ, ეხლა შემიძლია შემოგთავაზო პირდაპირ საჭე და პირდაპირ ოფროუდი. ანუ ამაზე დგას ფოქსის ამორტიზატორები. რაო? მაგარი არის. აღარც გადავალ ალბათ ჩემი რო იმეყოლება. უნდა ჩაუყვე იმ გზას? აკაკ 360 კამერებით. ეს ამორსიას აქვს მარტო? 360 მონი ოფროუდსაც აქვს. ოღონდ 2020-დან არის. ეს 20-ის არის? ტაკომა ისე მიყვარს ნებისმიერ მანქანას მირჩევნია. დიდი ხანია? რამდენი ხანია რა? მე სხვა შორის რა სადღაც წელიწად ნახევარია. ხო, რაღაც მეც აი შენ გამდე 1 წლით ადრე გადავწყვიტე რომ მე კიდან პიკაპზე არასდროს არ მიფიქრობდი რა. მე პიკაპებზე ვგიჟდები ზოგადად. საერთოდ ვრანგლერი მინდოდა ხოლმე სულ ღრმა ბავშვობიდან რა. მაგრამ რო დავფიქრდი, ეს ბევრად ჯობია. შესანახადაც და ისიც. ეგ არ მოეწონება ეხა ბევრ ადამიანს ეგ აზრი, მაგრამ მეც მიჩვენე, ანუ გაჩნია რა. ეხა ხო, ის ეხა რაღაცაში აჯობებს, მაგრამ ეგეთ გზაზე სადაც ისაჯობებს, მე მაგალითად არ დავდიოდი ხო. ხო. აი ეგრე მოდი. ეხა პირიქით აიღე. ბოლომდე დაკეცე და მიდი. მიდი. თხილად. ცოტაც კიდე. კაი ხარ, წინ მიდი ახლა. მიდი. მიდი კიდე გაქვს. კაი, ახლა კიდე უკან. კონტროლი რა არის, იცი? ბოლომდე ჩავარდი ქვიშაში. კი, მინახავს ტაკომაზე, როკეთები ხოლმე. ეხლა დაწერეს ახლა ქრაული. ამდეში უნდა. ქრაული და აქედან აყენებ იმეებს რა. ნუ აი მედიუმი იყოს ჩვენ შემთხვევაში. აბა უში. თავში დამიდის. თავში. ეს ესე იგი ნელი არის. კაიცა დააჭირე მოხურიც. დააჭირე. ვარ გასკშე. ისის ხმად ჩაოლებრო თუ უნდა იყოს. კი, ოღონდ ეს არის იმისთვის რა, აი რაღაცა ხამას გონია რომ ძალიან უგზოობაში მიდიხარ. და როანაწილებს ასე ხო დიაგონალებზე. ეს არის ტრექშენი ირთვება. აბა ემოციები. ძალიან მაგარი არის.
სხვაზე არც ვიფიქრებ. მეგობრებო, გადმოვჯექით ჩემს მანქანაში. მირიანი წინ მიდის. მე უკან მივყვები. რაციებიც გვაქვს, კონტაქტი რო გქონდეს ერთმანეთთან და ესე ნემნერად ჩავავთ. და მე პირდაპირ დავბანაკდებით. აქეთ თან პირველად ვარ. არაზრუს ყოფილ ვარ და საკმაოდ კარგი ბუნება ყოფილა. აქეთ სხვათა შორის გამომწერით შემხვდა ლუკას მოკითხვა აქედან. წეღან აქ პირდაპირ ამოვიარე ტაკომათი. ისე ხო არ გადავიაროთ პირდაპირ ტოტებზე. ცოტა შევამოკლეთ ის ხე. ახალი ნაწვიმი ალბათ წინა დღეებში კარგად იწვიმა აქეთ. სკოლის მოსწავლეს არ გავპირვე კლასის, რანაირად იყურებით აისო. ჯერ მირიანს დავაკვირდებით, ან სადმე ძალიან ღრმა არ იყოს. არა, პრობლემა არ არის. ეს არის ხულუთვის ციხე. ხულუთვის ციხე აგებული არის მე-18 საუკუნეში. ერთი მხარე არის 6 სართულიანი, მეორე მხარე 7 სართულიანი. ხოლო ბოლო სართულები გამიზნული იყო საბრძოლველად, დანარჩენი კი საცხოვრებლად. ვა, რა ლამაზია ნახე. სინათლე ჩემო შვენიეროთ. მაგარია. ეს არის სართულები იყო და ხის კოჭები ნახეთ როდინდელი. როგორ აღარ არის ხა ფიზიკურად. რაო პადრი. რა? მოგეწონა? კი, მაგარია. ეს არის ბოლო სართული. აქეთ არის ქვევრები. ნახეთ. როდინდელი. წყლით ასავსე უბრალოდ. ეს ნახეთ ალბათ რაღაცას ნაყავდნენ ხოლმე აქ. დავიშვით. ციხე დავათვალიერეთ და მივდივართ ახლა ვეძებთ საბანაკი ადგილს, სადაც გავჩერდებით. მეგობრებო, ჩვენ მოვედით, მანქანები გავაჩერეთ. ახლა მე და მირიანი მივდივართ შეშაზე. აი ბლომა დაგჭირდება რა. კი. ამეებს ვაგროვებ, აი ნახეთ. ხეა რა, გამხმარი. ეს შეშად კარგად წავა. რაც მოტყდება, მოტყდება. აქეთ არის ძალიან ბევრი სატაცური. ბულკები ვითა. მერე შევადარებთ ნაყიდი სატაცური და ველური. რა თქმა უნდა ესაჯობებს, მაგრამ მაინც ჩვენს დავაგემოვნებთ ორივეს. ახეთ რა კარგებია.
აი მოდის. ონკანის გვაქვს. აი მირიანმა აქ ჩააგდო. გადავივლეთ. ქვებიც აქ გადაურეცხოთ. აი სო. ვიდა გაბანა. აი ესე ვიდა. ამაზე ხა ცეცხლი უნდა ავაჭო. ეს ამოსული დავამატეთ. სამი ქვა ჩავაგდეთ, ზედ ვაპირებთ მოვამზადოთ სტეიკი. უბრალოდ ზემოდან ცეცხლი კიდევ კარგად უნდა დავამატოთ, რომ გადახურდეს მაგრად ქვები. აუ ეს კანკალებს ისე უნდა. ნახე. ეს მონა. ეკი არა ჩვენს კანკალებს ისე. ეს უკვე ოკეია. კი, ეკაია. დაჟეთ ხელიც არის. სამა ქვაზე კარგა შეიწება. ქვები მზად არის ჩათვალე. რეებში შეაზავება გითხარი. კარაკი, სვანური მარილი, პილპილი და როზმარილი. სამი ქვა ჩავაგდით, მაგრამ ამაზე წოცა ბოლოდ, იმიტომ რომ ერთი გატყდა მთლიანად დაიშალა. მეორე საკმაოდ ცუდად კიდესაა, ვერ უდგებით კარგად და ამაზე შევწავთ. აბზარებია გაჩენილი. და აქეთ მოვაზრდით უკვე სატაფილს და კარტოფილს. აუ, მაგარცა. აი ხა. აზაფხული და მაცივარიც დაგჭირდა 16 გრადუსი არ უნდა გადავიყვანოთ. -10 ოკეია. აჰა, მშვენიერი მაცივარი. მეტესად იმდენი რაღაცა დამაქვს ხოლმე, რომ ეს ამჭირდება ხოლმე რა. დავწვენ. ის ჩავიცია. აისონი არ ვიცი ხორცის ფონზე რამდენად შეჭამს თავის საჭმელს. მიდი აბა და გავსინდეთ. გაარბილა ხიცა იჭრა. მიდი აბა. აბა კიდევ ხელი. მგონი არის. მე მგონი არის. ესეც უნდა იყოს წვნიანი. აუ რა კაია? ხადა. აი მე შეუძლია იმას. რა რბილია ისი? ბიჭო, მასა რა გემრიელია. ესეთ გემრიელი არ მიჭამია. და გაგვიწვიმდა, მაგრამ ველოდებოდით. საუკეთესო მომენტი არის ეს დღის. მაგრად როგშია და როგორი არის აბა? გავიდეთ მაგასაც. რა მოგიქნა? ეს რა ჩემია? სად არის დინარის პირას ბანაკი გაშლილია და ყვარაღა დაგჭენია. ბაჭაბო მიდი თუ გინე მიეცი. აჰა რო დაისვა.
ანუ სუნი რო აღარ იგრძნოს რა. ყლაპავს ხო ეგრევე? ენას მოусმევ და всё ეგრე. გათხოვა გვაქვს ჩართული. მინდა გაშრობა. სიტყვა მინდა ეს. მიდით, აი სო გაიშრე, თავი ის გირჩენია. მე და ახლაშია და კიდე გამოვიდა. ეს მირიან ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ღამის 12 საათია და ორი ადამიანი შევხვდით ერთმანეთს, ვისაც ჭამა გვიყვარს და ღორის მწვადი და ხბოს მწვადი გვაქვს შესაძლებელი ისევ ცეცხლზე, ყველაფერს უწყეთ ახლიდან. რაც წეგან გავაკეთეთ რა, ისე იმ ქვაზე შევჭავთ. ბევრი ხორცი შევწვათ. მე ყველაფერზე თანახმაა. სულის ადამიანი გნახე რო არ მიტრაკებს, აუ რა დროს ხორცი. თუ გინდა მთლიანები დავარაგოთ. დიდი იქნება. აჯიკაია გავაკეთეთ. მწვანე ნიგზით გვაქვს და მოდი ერთ-ერთს გავუკეთოთ. არხუნა. ცხარე წაუსვი ყველას. არხუნის აჯიკაში ვაზა. არხუნა და ხორცი. მოდი თუ გინდა ეს იყოს მაშინ მწვანე ცხარე აჯიკა. აი, ერთზე ეგ და მაინც ვერ გავიგებთ რომელი იყო, მწვანე ცხარეს ცოტა წაუსვი, იმიტომ რომ ეგ ცხარეა. მაინც ვერ გავიგებთ რომელი იქნება. უბრალოდ გავალ. გამოვიცნობთ. სიმწარე. აი, ამასაც გადაუსვამთ. მე მგონი ნიგზიანი არ შეიძლება რომ შეიწვას. კაი, ის მომენტით კიდე ტარხუნა რო პანი ყველას გადაუსვათ ცოტა და ტარხუნის. აი, ღამის 12 საათზე ტყეში, მდინარესთან. ტაისონ ისე დაიღალა ტაისონა რომ დაიძინა, წასული არის მანქანაში ძინა. ეს სიგნალს არიდან დავაწყოთ ფაზე. აბა წავიდა დალაგება. ეს უნდა დავალაგოთ სულ. არა. ეგონი არის. აი პატარას დაიწევა რამე. არა დაასწრე. კუბკები ვითაა 8 წელი. გაფულდა. ნატურალურია და მაგიტო. კარგად რომ შეიწვას. ეკაი გემრიელი ნაჭერი იყო. დაიშალა. ეს კაი გამოვიდა. ჩემ დანამ. შეფის დანამ. გამოგივიდა. ასე შემეს. მოგეწონა პეტრო. გასაკეთებ ხუარი. აუ მე მაგალითად საქონლის ხორცის შეგემება უფრო დამევასა ვიდრე ეს. რაც გავსინჯე რაღაცნაირი გემოქნეს. ცუდი არ არის, მაგრამ რამდენი გაგიждდება ეხა დაწერენ უმსჭამთო? შენ ეხა ღურზე რა სიტყვი? გონი გასაკეთებელი იყო. ტაისონი გამოვიდა ხორცზე. გამოიძინა. გამოსული არის ხორცზე.
ჯერ არა. პირველი დაიწყო ვარგდებით რომ დავიძინოთ მანქანას დავქოქე რომ ჩათბეს აი მირიანის კარავი თვარიანი ღამე გვაქვს ჩავჯექი მეგობრებო მანქანაში მანამდე დავქოქე ჩავათბე ალერგია უკეთესად წარიმართა დღეში რა ბევრად მაგრა გუძნობს თავს აი სუფთა ჰაერზე და ისეთ სივრცეში. აუ. მანქანა სტილი არ მიყვარს. აი გარეთ ისეთი ამინდია ტალახიანი და ძალიან ისეთი ნესტიანი, თორე კაროს გავშვილი ჰამაკს და ისე დავიძინებდი. მეგობრებო, ახლა ვეცდები რომ დავიძინო. დილას ვერ ავდგებით, საჭმელს მოვამზადებთ, რაღაცებს გადავიღებთ. ხვალინდელი დღეც საინტერესო იქნება. მოკლედ მაგას ხვალ ნახავთ. ტკბილი ძილიება. დილამშვიდობისა მეგობრებო. ახლა არის რის ნახევარი. დილამშვიდობისა ტაისოს. გადავალ მანქანიდან. ცოტა სვირბენ გავხურდები, თორე დილას მაგარი სიცივეა როგორც ვოტყობ. აი ნამდვილი კაცი დილას რასაკეთებს შევარდება გაყინულ მდინარეში და ბანაობს ბენდენა დაკარგა წეღან წყალმა წაართვა და წაიღო ხა მაგის გამო ნახდად ვერ დავსვენდებოდი ახლებს უყრიდი მაგარი ბიჭი ხარ ტაისო მირიანმა გადმოალაგა დრონები და გვაჩვენებს და აგვიხსნის ყველაფერს რეებიც აქვს. სულ აინტერესებთ ხოლმე და ბარემ ეს ყველაფერი ისე გავიაროთ, რომ შენც მგონია რომ დრონების მიმართულებით დაინტერესებული ხარ. კი. და ჩვენ მაყურებელსა და შენ მაყურებელსაც უთხრათ რა დრონი არის. ანუ აქ არის FPV დრონები, ეს არის სინეუპი, რომელიც გუშინ დავამტვრიეთ. ეთყობა ვიზუალურად. არა, მაგრამ ხო, ეს არის ანუ ახლო ხალხთან სტაბილური კადრისთვის უსაფრთხოა დახურული აქვს. ანუ ეს რომ კედელს მიედოს, არ ჩამოვარდები. ეს არის უსაფრთხო ფრენში, მაგრამ ნაკლებად მანევრული. ეს არის წყლის დრონი, წყალში და სისველეს შეგიძლია შეხვიდე, რაღაცები გააკეთონ, უშუალოდ შიგნით წყალში არც ურავს. ხო. მაგრამ არ ზიანდება, სხვა დანარჩენი არ შეიძლება. ეს არის 7 ინჩიანი, ეს არის ანუ აი უშბის წვერზე რომ დავფრინავდი ეს დრონი. შორის დისტანციის მოზრდილი დრონი. და იქით არის 5 ინჩიანი. 5 ინჩიანი დრონი არის ჩქარი, მაგრამ ნაკლებად
ახლა მაგალითად ეს 30 წუთი რო იფრენს, ის 3 წუთი, 4 წუთი იფრენს. მაგრამ ის იმდენად მძლავრი არის, რომ რაღაცა შეგიძლია 150, 250 ხალხი 300, 350 დაფრინავს რა. სათვალე სტანდარტულად მე ეს მაქვს მესამე თაობის, არის სხვადასხვა თაობის, აქ შეიძლება მზერო შევიდეს. აქ აქვს ახალი კამერები აქვს ჩამონტაჟებული და შენ შეგიძლია როცა გიკეთია მაშინ იყურებოდე, მაგრამ არავინ არ იყენებს. პულტი ეს არის Tango 2 Pro TBS-ის და ამათგან განსხვავებული არის DJI-ის Mavic-ი. რაც არ შეუძლია FPV დრონებს შეუძლია Mavic-ს. ეს არის სტაბილური კადრი, გიმბალის მოძრაობა, ანუ ყველაფერს ხელი რო გაუშვა, დგას და გელოდება რა, სანამ რაღაცას არ მიიღებ გადაწყვეტილებას. წირო გადახრე გაფრინდება, გაუშვებ, გაჩერდება. გვიანია რა უფრო. ხო. იმას წირო გადახრი, სანამ შენთან უკან არ გადმოხრი, იქამდე იფრენს. და ანუ ეს არის ნახევრად ავტომატიზირებული მართვა და ის არის სრული მართვა, ანუ აი რაც გინდა ის აკეთე და ამას ჭირდება ბევრი გამოცდილება. ეს სტანდარტულად პულტი არის ჩვეულებრივი. გასართობად მე გირჩევდი რომ FPV დრონი არის. ну გადასაღებადაც რაღაცა სხვადასხვა დატვირთვები აქვს რა. FPV დრონით რომ მაგალითად ტყეში იფრენ. ამით ვერ იფრენ. მაგრამ სამაგერად ეს უფრო რაღაცა სინემატიკ კარგ ლამაზ კადრს გაძლევს. ხო, იმისგან განსხვავებით რა. მე ვფიქრობ წინა ეპიზოდშიც ეგ ვთქვი. რომ საქართველოში ადამიანმა იარაღის როლა თუ იცის, აი რამდენადაც ეგ არის მნიშვნელოვანი, იმდენად მნიშვნელოვანი გახდა FPV დრონის ცოდნა. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად უკრაინის ომში ესეთ დრონებს ამაგრებენ RPG-ს რაკეტას, მაგის 3D პრინტერით დაპრინტულიც მაგ გამოწერილი და პირდაპირ აჯახებენ, ანუ $500 დრონმა შეიძლება აფეთქოს, რავი, 10 და 15 მილიონიანი ტანკი. ანუ უფრო მეტი ზღის ზოგი აი საჰერო თავდაცვის და რაღაც ესეთი დანადგარები. ხო და ჩვენაირი ქვეყნისთვის ეს არის, რავი, რამხელა მნიშვნელობის, რომ პილოტები იყვნენ ბევრი, რომ რაღაცა სადმე რომ გაუჭირდეს ქვეყანას, ვიცოდეთ, ხო, გამოგვადგეს. ხო და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველამ უნდა იცოდეს. ხო და ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველას უნდა ქონდეს FPV დრონის გამოცდილება, იმიტომ რომ რაღაც ქვეყანას რო დაჭირდეს და არა მარტო ისეც რა, ბევრი ადრენალინის მომტანე და კაი გასართობი არის, ის არის რომ აგერ ხშირად ფუჭდება, ხო, ხშირად ამტრევ. ხო და გამომწვევა გამომწერებს. 30000-ზე ერთ თვეში თუ ავალთ, ბადრის ერთი დრონი 5 ინჩიანი, 50000-ზე ორ თვეში თუ ავალთ, 5 დრონს გავათამაშებ. 70000-ზე დიდ ქვებს ვიყიდი და ჩაკაფუს მოვხაშავ თუ გაზაფხულზე მოესრო და ყველას დაგპატიჟებთ. და 100000-ზე 10 დრონი, ოღონდ ისლანდიამდე სანამ წავთ. ან ჩვენი მიზანი არის, რომ ამ პროექტს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ისლანდიაში მივდივართ ამ მანქანით თბილისიდან. ანუ ეს თელი გზა, მე გემით გადასვლა და ასე შემდეგ. ისლანდიამდე თუ 100000-ზე ავედით, ჩემი ოცნება არის YouTube-ის ღილაკი. და ისედაც ზოგადად გულწრფელად რო თქვა, გამოწერები გვეხმარება ბევრ შესაძლებლობაში. ამიტომ ისლანდიამდე 100000-ზე თუ ავედით, 10 დრონი და 10 დრონს გავათამაშებ და პლუს მგონია რომ საველე პირობებში ადამიანებისთვის შემიძლია გავაზიარო გამოცდილება. ახლა მე ძალიან ბევრი წელია დავფრინავ და კვირაში ერთხელ შეკრება, რაღაცა სატესტო ფრენები, დამწყებებისთვის რჩევები იქნება ძალიან კაი. ამიტომ ნუ დაიზარებთ გამოწერას, იმიტომ რომ კარგი ამბები შეიძლება აქ დაიძრას და FPV მიმართულებით განვითარდეს. მაგას თავი რო დაანებო იმსახურებთან. ნუ ეგ მაყურებელებმა გადაწყვიტონ წესი, მთავარი წესი. რის მიხედვით უნდა გათამაშდეს. აუცილებლად გამოწერილი უნდა იყოს ჩვენი არხი და კომენტარი გეწეროთ. ანუ პრინციპი ის არის, რომ ლაივ რეჟიმში რაღაცა აპლიკაცია არჩევს, საიტი არჩევს, ვინ არის გამარჯვებული. ანუ ესე მე ვერ გადავწყვეტ ვერც ბადრი ვინ უნდა იყოს. ამიტომ ამ კომენტარები და გამოწერით წდება ვინ იქნება ესე რენდომ ამორჩეული გამარჯვებული. ამიტომ ამ ეპიზოდზე კომენტარი და ჩვენი არხის გამოწერა არის აუცილებელი, რომ ამ გათამაშებაში მოხვდეთ. უბრალოდ ისეთი კომენტარი არა რომ შემოვა გათამაშების გამო და მე რო გაქრება გათამაშებამდე. ანუ მე ვთვლი რომ ეს დრონი ისეთმა ადამიანმა უნდა მოიგოს, ვინც
დაინტერესებული არის და ანუ მარტო მოგება არ არის ჩემთვის ნიშნავს რომ ამ დროს რო აგიწყო მე და შენ რაღაცა ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება იმიტომ რომ ეპივის საზოგადოება საქართველოში ძალიან ცოტა არის რა იქ შენ რაღაც არ გეცოდინება იქ გავდივართ გეითებს დგავთ გეითი არის რაღაც ესეთ გასაძრომი და შიგნით დადიხარ სათორეს გაიკეთე და შიგნით დაფრინავ და მით უმეტეს აი ბუნება გვიყვარს ახლა მდინარეს აყვები ჩაყვები და ასე შემდეგ. არა მაგარი გასართობია. ეხლა შემდეგი. მე ხა FPV დრონს ვერ შექმნიდები რომ იფრენ. შენ გჭირდება სიმულატორი, ყველა პილოტს დამწყებს გჭირდება სიმულატორი და იქ სწავლა და შემდეგ უკვე მე რეალობაში ფრენა. მაგრამ მე შემიძლია პირველი გამოცდილება მავიკზე მოგცე. იმაზე რომ მოვცე დაიმშვიდობე იცი. იმაზე რომ ეგ ეგრე არის. აი ცოტა ის 5 ინჩიანი მიწია და კი ავფრინდებით აქედან. ნუ სანამ GPS-ებს დაიჭერს მარტივი ახსნა რა. ეს მიფრინავს ზემოთ, ეს მიფრინავს ქვემოთ. ხო. მარცხნივ დრონი აი ესე ტრიალება. ანუ შეტრიალება შეტრიალება ეს არა. ეს არის. ამას ეს არა აქვს. კი. ეს აქვს წინ გადახრა არის. წინ გადაიხედა წავა, უკან წამოვა და მარჯვენა მარცხენა არის ზუსტად გადახრა. ანუ სიტყვაზე ესე რომ მინდოდა. ესე წავა, მაგრამ ეს არის მობრუნება. უბრალოდ ადგილზე რო დატრიალდე. ხო, პრინციპი ძალიან მარტივი არის. დანჩენს ყველაფერს აქ ხედავ და ტაისონას არ შეეშინდეს. შეშინებით არა, ყეფასა დაუწევს უბრალოდ. იქოქება აი ესე, ცხვირი არ წავაცავთ. მოდი ზემოთ ავწერო აისო ხო შევთანხმდით რომ ყველაფერი კარგად არის. მე ზემოთ შეგხედავ. ეგ მიდის ზემოთ ეხლა. ეს არის წინ. ეგ არის წინ. იმათ არ დავაზგე შემთხვევით. კაი. ეს არის ეგ არის მოტრიალება. ნახე ხა აქ შემდეგი ფუნქციები რა გაქვს? აი მაგალითად ეს თითი შეგიძლია აი აქ დაადო. ხო. და ამას რა ეს მაგალითად FPV-ს არ აქვს ხა რა. FPV იღებს ყოველთვის იმას. აი ნახე დახარო? ხო, FPV იღებს ყოველთვის იმას საითაც მიფრინავ, ანუ GoPro საითაც დგას და საითაც დაფრინავს. აქ შეგიძლია ახარო. ის ლინზას ატრიალებს ხო, ლინზას ზემოთ ქვემოთ. ანუ ეს მიზუმის ეფექტია. აჰა. ესე რომ მიზუმა, მაგრამ მაგას არ ვიყენებ, იმიტომ რომ ჯობია 1x-ე, 3x-ე და 7x-ე სხვადასხვა კამერები იქნება, ხო? თვითონ ვერაც არის. და ის ოპტიკური ზუმით მიდის რა. ეხლა მაგალითად, აი ყველაზე მარტივი გადაღების ტექნიკა რო გასწავლო. ამას რო წამოხვალ, ხო მოდის მარჯვნივ. ხო. ეგ მაგას და ამას რო გადაწევ ერთად. უკან კალს გააკეთებს, ნახე? ეს ცოტა იქი წაიღე, ნერნერა წაიღე. ნახე როგორ გააკეთა. ამას დააწევი და უკვე იღებ. კადრი როგორია? მაგარი არის. პროსტა ყოველ ყურადღებით უნდა იყო ეხლა რომ აქეთ ხო ვერ ხედავ რა არის. იქნება რა არის. ანუ შენი აზრი ის არის რომ დაინახავ ერთხელ FPV-ზე განსაკუთრებით არის ეგ ამბავი, იმიტომ რომ აი შენ დაფრინავ და იქ გაქვს ობიექტი და ესე რომ მოდიხარ, აქ რა ხდება საერთოდ არის. ამიტომ შენი ნიჭი უნდა განავითარო მაგ მიმართულებით, რომ როცა ჯერ ესე მოფრინავ და შეხედავ, აქ უნდა დაიმახსოვრო. აქ მაშინ უნდა კონდეს, აი მაგალითად ამ ტყეში რო შევფრინდე, უნდა შეძლო ამ ტყის დამახსოვრება. ხო ან რაღაცა კაცზე რო გვერდით წამოხვალ, უნდა გახსოვდეს ხე აქ არის, ბუჩქი აქ არის. ადგილი იცნო რა. ხო რა, ანუ ეს ავტომატურად უნდა მოხდეს. დაშვება რომელია? დაშვება არის ეს. მოიყვან და დასმას დიდი ხანი ჩამოწე უბრალოდ ამ ხელს აჩვენებ და უბრალოდ დიდი ხანი დააწევი დაბლა თავში შეშვება. აჰა. შე ეგარ. აგარი. ტაისონ. მოდი. არაფერია ტაისონ. შევთანხმდით რომ არაფერი არ არის. და გონაში მივფრინავ სადღაც მთაზე. და იმ მთაში ბოლოში ასვლამდე. იქით ვარ ნამყოფი. რაჭველი ხარ ხო? დედით. დედულეთში ვაფრენ. აუ მაგარი არის. თან შემოდგომოს.
ანუ ეს უფრო ჩემი აზრით იცი როგორ ის მოეწონება? ცოტა მშვიდ ტიპებს რა ვაფრინდენა ნელაი. მე უფრო არ მიყვარს სიმშვიდე. არაფერში არ მიყვარს სიმშვიდე და. ანუ FPV. ხო, სხვა მუღამი აქვს რა. FPV საუკეთესო ვარჯიში არის ის ადგილები, სადაც შენ დადიხარ. ხშირი დამტრევა იცის და ეგ არ იქნება პრობლემა. შევაკეთებთ. ანუ ამ დრონ შორის მუღამი ის არის, რომ ამით სულ იმტრევი, არა ძალიან მალე აკეთებ. იმით თუ დაიმტვერი მორჩა რა. მორჩა მართლა. ახალია საყიდელი ან ძალიან პრობლემა არის. მაგრამ ეხა მარტო იმის გამო კი არ უნდა გამოიწეროთ, რომ სიტყვაზე გათამაშება აქ და რაღაც. მართლა ეკუთვნის და მაგიტო. და თან ვისაც გაინტერესებთ, ამ ტაკომათი წავა მე ისლანდიაში, სადღაც 2 თვე გამოუვა. საკმაოდ რთულიც იქნება ეს მისთვის. ძალიან დიდი გამოწვევა იქნება და ჩემი აზრით ხარი უნდა დაუჭიროთ. თან ზოგადად მიცნობთ იცით რომ დიდად კოლაბორაციები არ მაქვს ხოლმე, დიდად არ მიყვარს ყველა ადამიანთან ერთად ვიდეოს გადაღება. იმიტომ კი არა რომ ჩემი თავი მასზე მეტი მგონია, უბრალოდ იმიტომ რომ ყველას ვერ შევეწყობი რა თქმა უნდა და ყველასთან რაღაც საერთოს ვერ იპოვე. მირიანი ისეთი ადამიანია, რომელსაც შენურად შევეწყენ, შენურად გადავიღეთ ვიდეო, კარგი დღე ქონდა და თავიდანვე რო აღმოვაჩინე YouTube-ზე გული დამწყდა, იმიტომ რომ ბევრად მეტ გამომწერს იმსახურებს, ჩემზე მეცაც. მაგარ რაღაცებს იღებს, საოცარი კადრები აქვს, ნიჭიერი ადამიანია. ავი, ჩემი აზრით უნდა დაუფასოთ. თან ოცნება აქვს ის ვერცხლის ღილაკი. ამიტომ მეგობრებო, ადამიანებს ოცნებების ახდენაში დავეხმარება. წარმოიდგინეთ, ხა ისიც რამდენს დაეხმარება ოცნების ახდენაში დრონთან დაკავშირებით. ამიტომ თქვენი იმედი მაქვს ერთგული გამომწერების. არა, გუშინ არ გვიჭამია ხოცი თითქმის. როზმარინის შეწვისას ხო არ ვქნათ რას ფიქრობ? მოდი არავისაც დამიყარე. რომელი? ეგა ხო. მოიდეს. ხო, აქეთ ვამზადებთ იმას სატაცურს. ეს დაკრეფილებია ხო სულ? ხო. როგორია? მე მგონია რომ ხეს მოიწალება. კი. ეგრე იზამს. გადმოგცემ. სულად არა, ესეთი სუნი მე არასდროს არ მიყვრია. ბუნებრივ ნაკიც არა თქვა. ძალიან მინდა რომ გემოებში კი ძალიან დიდი სხეულობა არის. ანუ ეთყობა, ის როგორია. აი ეს ქელები არის ნაკიდი. გადავყარეთ, იმიტომ რომ ძალიან ძვირი მივეცეს. მოვიტანეთ ღორის ნეკნები, კარტოფილი და საკაცური. ესეთ ხეზე ვისაუბრეთ. აი ამას მინდა ზვალი არა აქვს. აი Adidas. ატაკების რამოდაც. ზოგი კაია, ზოგი. ახლა საერთოდ სხვა გზიდან წავალთ, დიდ კრუგს მოვარტყავთ და ნუ სხვა სანახაობებსაც ვნახავთ. ისე დავინიშნავ აქედან მაინტერესებს რა მანძილი იქნება სახლამდე, ოღონდ ამ გზით. ფიტარეთი. დავიძარით ფიტარეთისკენ.
ფიტარეთის მონასტერი მდებარეობს მდინარე ხრამის ხეობაში. მონასტრის აშენება ლაშა გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. მონასტერი არის საოცარ ადგილას, ღრმა ხეობაში, მაღალი მთებით შემოსაზღვრული. ორი ვარიანტი გვაქვს რა, ერთი არის უკან გაბრუნება და მეორე არის თეთრი წყაროდან გადადის ეს გზა მთაზე და პირდაპირ მთაზე უნდა გადავიაროთ. სამშვილდეზე მოხდებით თუ გადავალთ რა, სამშვილდეს ნახავთ ძალიან ძველი და ესეთი შტამბეჭდავი ნაქალაქარი არის. ნახევარ კუნძულზე არის და ძალიან ლამაზი არის რა და ცადოთ და გავალთ მე პირდაპირ ტრასაზე. პირდაპირ გამოვალთ კოდიდან რა. ხო ცადოთ მგონი ღირს. ვთით და მგონი შევძლებთ. კი. დავიძარით მეგობრებო ახალი გზით. აბა ღმერთმა მშვიდობით გზაზე გვატაროს. ნახოთ ჩემი ჯიპი თუ გაკაჩავს. სასულიერო პირს ვკითხეთ და თქვა რომ რავი რთული გზა არისო, მირიანს უთხრა შენ გაკაჩაო და წესით ესეცო და ნახოთ აბა რა იქნება. როგორი ასასვლელია. დოვანი გზა არის აქ უფრო. არა აქ ჩემ მანქანას გაჩერება არ ეპატიება და ბოლომდე უნდა გავკაჩო. მიდი აბა რა საკმაოდ საოცარი ტაძარი იყო შიგნიდანაც მაინც არ გადავიღე მაგრამ აი ულამაზესი ფრესკები იყო ძალიან ძველი საოცარი ფრესკები იყო და ყველას გირჩევთ რომ აქ მოხვიდეთ და ნახოთ ეს საოცარი ადგილი არ ინანებთ ცოტ კარგი ადგილები არ არის მომეტებში Nela. Serial okay, guys. მიდი რენეგეიდი ამტკიცებს რომ ტაკომას მიყვება. რა თქმა უნდა ვერ გაყვება ყველგან, მაგრამ მაინც რა ვისაც სამომავლოდ გინდათ, რომ იცოდეთ. არც რეჟიმები დამჭირვებია, ჯერ არც ბლოკირება, არაფერი ავტოზე აყენია ჩვეულებრივია. მირიან, რას ფიქრობ ისე ამთის გადასავლელად კიდე ბევრი დარჩა? სარუკას დავხედოთ. მიდი აბა.
მგონი რომ არა ერთი ახლა მოსახლეები არის და მე მიდის უკვე ის ქედზე მეგრე მგონი აკარ ხედავ რა ჩემო მაგრამ მგონი ახლა მალე უნდა მორჩეს აი დიდი გუბეები არის მე თუ იმჟელებ რომ რა შედარებით გასწორდა ესეც მალე და გადავიდეთ ხო მეც ეგრე მგონია თან რო ვიყურები თავში ვართ აი გვერდით რო გაიხედო თავში ვართ და მე რაღაც გზადარჩაო რაც ამოვიარეთ ერთი მაგდენია და იქ ახართვეთ ერთ წყაროში. ჩავდივართ უკვე თუ? ცოტა ხანი კიდე აღმართი და მე ჩაეშვებით. ალბათ აი ნაძვები რო ჩანს, იქიდან უკვე ვფიქრობ რომ დავეშვებით. იქ ნახე ციხია ალბათ. რამე ძველი ან კლდე? ეგის სხვა არის მაშინ რომ დაინახე. არა, აქედან ვერ დავინახავდი. მაგარი გზა ამოვიარეთ. ზააყოჩა ამანქანა, ზააყოჩა. მოусმინეთ ერთი. აუ მართლა ძმაო რავი. შემოგანა შეხედეთ ხალხსაც დასწრება. რომ მეგონა რომ რაღაცებში ახლა ძალიან დიდ ოფროუდზე არა ვართ, მაგრამ არც მარტივზე ამოგვივლია რა. ხლა და აი გატკეპრილი და არისო იყო მომენტებში რაღაცა. ეხლა მთავარი ვინც არის ესე ძალიან დიდ აღმართს რო ამოივლი, მანქანა არ უნდა ჩააქრო. აი ხა ნახე იმის ხმაც ხო ისმის ესაც ადრილებს რა. რო ჩააქრო ცხელი წყალი ხომ მოძრაობს და სადაც სუსტ წერტის იპოვის იქ გახეთქავს. გაჩერდება ცხელი წყალი და როცა დაკოქილი არის როცა მოძრაობს გაგრილდება და მე ჩოლებად გააგრძელებს. აი ეგა. წავედით ესე იგი გავაგრძელებთ. აი შეხედეთ 10.3 კილომეტრი გამოვლილი. აი ეს კი წერს 5 საათსა და 28 წუთს მისვლას, მაგრამ ეს დებილობა არის რა. კილომეტრაჟი არის 15 მილი. ოღონდ სადღაც აქედან ალბათ ტრასა დაიწყება უკვე რა. აი თეთრი. აქედან დაიწყება ტრასაც ესეთ ხო? უფრო ადრეც ჯვარაშიც იქნება ალბათ ტრასა. აკეთ. და ესე გადავალთ რა. ჩვენ ჯვარაში უნდა ჩავიდეთ ჩვენ. ხო. მე უკვე წავალთ. მე ჩავდივართ აქ. მე ეს უკვე ცენტრალურია ჯავახეთში რა გზითაც მიდიხარ. არა, ეგ არ არის იდეაში, აი ეს არის ჯავახეთის გზა. ცეცხაროში რაიონულ ცენტრში ჩავალთ და აქ არის სამშვილდე. წავედით. ხავართ მთის წვერზე. და აუ როგორ სიამოვნო, სადღაც უცხო ადგილზე რა ვართ, საერთოდ ველურ პირობებში. კი, ძალიან მაგარი არის. ჩამოვედით ტრასაზე დავდექით. მაგარი გზა იყო და მაგარი თავგადასავალი რა. მაგრამ ვიდეო აქ არ დამთავრებულა. ჯერ ტრასას გავდეთ და ნახავთ. გადმოვუხვიეთ სამშვიდეში. კიდევ ერთი სანახაობა გვიქნება ამ ვიდეოში. ეს არის უმშვენიერესი სამშვიდე, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე ქალაქი საქართველოში. სამშვიდეს ციხე არის საკმაოდ კარგ ადგილზე აშენებული და ყველაფერი კარგად არის გათვლილი. მისო მხარეს არის კლდოვანი ხრამები, ხოლო მესამე მხარეს გალავანი. შესაბამისად მისი აღება ძალიან რთული იქნებოდა. არქეოლოგიური კვლევების შედეგად სამშვიდე მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით მე-4000 წლეულის მეორე ნახევარსა და მე-3000 წლეულს. ჩვენ უკვე ვემზადებით რომ წავიდეთ. თავარი რაც არის მირიანის არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და თქვენი აზრით დააკომენტარეთ. ერთი თვის მერე კიდე შევხვდებით მე და ბადრი ვაპირებთ, არ მინდა დავასახელო ხო არ ვიტყვით, მაგრამ მაგარად ძალიან საინტერესო ადგილზე ვაპირებთ, სადაც მაისის ბოლოსკენ და იქიდან კიდევ ერთი კარგი ეპიზოდი
გელით წინ. თან არც ერთი ვართ ნამყოფები. არც ერთი ვართ ნამყოფები ძალიან იშვიათობარი თან. ასე რომ მომავალ ეპიზოდამდე. აბა მაგრად მეგობრებო თქვენ უყურებდით BBR Rides.